საკმაოდ ადრე ესე ვიღაც იფიქრებს, რომ ადრე არის, რადგან 21 წლის მაინც ბავშვი ხარ, მაგრამ მაგას აქ უკვე ამთავრებენ კარიერას რეალურად გოგოები, მოდელები და მე დავიწყე იმ მიზეზით, რომ სასულიერო სწავლობდი, კორონავირუსის მომიწია ჩამოსვლა და ძალიან მინდოდა ისე უკან წასვლა და ჩემ ტვინში ყველაზე მარტივი გზა ეგ იყო. Რო დავიწყე, ამიტომ თავიდანვე არ მქონდა განსაკუთრებული ამბიციები ამ სფეროში, ამიტომ რებიც მოხდა ჩემს კარიერაში, სამოდელო კარიერაში, ყველაფერი ძალიან დიდ საჩუქრად ავღიქვაო და ის დრო ესე მქონდა გათვლილი, რომ მე უნდა მეკეთებინა ეს, სანამ რაღაცას ვიპოვდი, რის იკეთებაც მართლა ძალიან მაინტერესებდა. ჩემი ბაკალავრი იყო ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით და ძალიან მინდოდა მარკეტინგში მუშაობის დაწყება, მარკეტინგი ბრენდინგში და უკვე ვფიქრობდი ნელ-ნელა, რომ შემენელებინა ჩემი კარიერა და მესწავლა მაგისტრატურაზე იმისთვის, რომ დამეწყო ამ საქმიანობაში, რაღაცნაირად ცხვირი შემეყო, ესე რომ ვთქვათ, უხეშად და ისე გამოვიდა, რომ ამ სამსახურში გამოცხადა ვაკანსია. უცბად რაღაცა ინტუიტიურად ვიგრძენი, მაშინ იაპონიაში ვიყავი და ინტუიტიურად ვიგრძენი, რომ უნდა გამიგზავნა გასაბროზე თავიცნობდი უკვე ამ კომპანიას და გამიმართლა ამიყვანეს და მაგის მერე დაიწყო რეალურად ჩემი სწავლა და მუშაობა ფაქტიურად, პარალელურად, რადგან ძალიან დიდ შრომასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რა ეხლა 25 წლის ასაკში სამყაროს ცოტა უფრო სხვანაირად, ცოტა უფრო სერიოზულად ვუყურებ, ვიდრე 21-ის რო ვიყავი. ძალიან დიდ მოთმინებას გასწავლის მოდის ინდუსტრიაში არსებობა განსაკუთრებით როგორც მოდელს. ამიტომ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ კლიენტთან მუშაობა ძალიან დიდი თავმდაბლობა მასწავლა, იმიტომ რომ ხანდახან არის, რომ გგონია, რომ შენ იცი ყველაზე კარგად იქ რაღაცა და ძალიან დიდ გუნდურ მუშაობას გასწავლის მოდელობა იმ ამბავში, რომ და ენდო, შენ ფოტოგრაფს, ვიზაჟისტს, ყველა იმ ლინკს, რომელიც ერთად მუშაობს ამ გადაღებაზე. იგივეს ვიტყოდი მარკეტინგში და იგივეს ვიტყოდი ზოგადად უფრო აკადემიური მუშაობის სტილზეც. Ბევრად უფრო მასწავლა გუნდური მუშაობაც და პატივისცემა ყველა ჩემი თანამშრომლის. თუმცა არის განსხვავებები და ვთვლი, რომ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გარშემო ხალხის დამეთანხმებოდა, რომ რაღაცა უკეთესობისკენ ვიცვლები და ცოტა უფრო სერიოზულდები, რაც ცოტა მიჭირს. მოდელობა მასწავლა ჩემ საკუთარ თავში, სხეულში ძალიან დიდი თავდაჯერებულობა და მასწავლა ის, რომ რეალურად იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ვიღაცამ გარედან იფიქროს, რომ მარტო გარეგნობით ხდება რაღაცების გადაწყვეტა, განსაკუთრებით როცა ხარ მოდელი, პირიქით ძალიან დიდი აქცენტი გეცდება შინაგან სამყაროზე და ძალიან გასწავლის ეგ სფერო და მაგ სფეროში აქტიური მუშაობა, რომ თუ არ ხარ ნამდვილად საკუთარი თავი და ეს შენი ავთენტურობა თუ არ გამოიხატება შენს ყველა ნაბიჯში და ძალიან დიდ კომფორტში, რომელსაც საკუთარ თავში გრძნობ, აი თითქმის გამორიცხული არის, რომ რაღაცა გამოგივიდეს და ეგ ისეთი გაკვეთილია, რომელიც გონია, რომ ყველგან ძალიან გულიდან მაქვს, რომ მე თუ ჩემი საკუთარი თავი არ ვარ და ჩემი ინტერესებს და ჩემ პრინციპებს რაღაცა კუთხით ვთმობ, ან თუნდაც ჩემს ხასიათს ცოტა გრადუს ქვემოთ ვუწევ, მაშინ აი რა აზრი აქვს საერთოდ რამეს და სხვა შორის ამ ჩემმა გულწრფელობამ და ამ ძალიან მკაფიოდ მასწავლმა გაკვეთილმა ძალიან ბევრი, ძალიან კარგი რაღაც გამოიწვია მე და ჩემ ცხოვრებაში და ჩემ კარიერაშიც. ერთიანდებაში ძალიან რთული არის. პატარა შესავალს გავუკეთებ ერთიანდებას, რომ არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, საერთოდ არ ვარ კარიერისტი, ანუ ძალიან დიდი ჟიმი მაქვს, რომ რაღაც გამომივიდეს და ეხლა ძალიან მაინტერესებს სადაც ვარ, თუმცა ჩემი იდენტობა, ჩემ კარიერასთან საერთოდ არ არის გადაბმული. ამიტომ ჩემ თავს ავწერდი, როგორც არ ვიცი, ძალიან გულწრფელ და ძალიან, არ ვიცი, გულწრფელი ვიცი რომ ვარ. ძალიან გულწრფელ და ძალიან, არ ვიცი, თავისებურ ადამიანად, მაგრამ თავისებურს კარგად გულისხმობ და ეს მაინც და მაინც არც ორ კარიერას შორის არ არის. და არც ისე და არც ესე არის, ორ კარიერას შორის კი არა, ორ კარიერას მიღმა არის ჩემი აზრით ეგ ყველაფერი.